გამარჯობა აირას გამომწერებო. იმედი მაქვს უკვე ჟურნალის პირველი გამოცემა გადმოწერეთ და თუ ჯერ კიდევ არ გადმოგიწერეთ, აუცილებლად გადმოწერეთ. ეს ნაცარქექიას წაგეკითხავთ. ჩვენი ვიდეო 3 ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში ხაპარს წაგეკითხავთ, შემდეგ რამდენიმე კითხვას დაგისმოთ, ამიტომაც ყურადღებით უნდა მომისმინოთ, შემდეგ კი ტვინის აერობიკას გავაკეთებთ. მზად ხარ? მე უკვე ხაპრის კითხვას ვიწყებ. იყო და არა იყო რა? იყო ერთი ძალიან ზარმაცი, უქმარა და მუქთამჭამელი კაცი. მთელი დღეები ბუხართან იჯდა. ხელში ჯოხი ეჭირა და ნაცარს ქეკავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას ძმებთან ერთად ცხოვრობდა. ძმებს არ მოსწონდათ ნაცარქექიას მუქთამჭამელობა და სულ ეუბნებოდნენ. კაცო, სულ ნაცარს რომ ქეკავ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, ადექი, იმუშავე და ოჯახში რამე შემოიტანეო. თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარ გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. ნაცარქექია ძმების მუქარებს არ უსმენდა. ერთ ყურში შეუშვებდა, მეორედან კი გამოუშვებდა. ერთხელაც ძმებს მოგეზრდათ მისი უსაქმურობა და გააგდეს სახლიდან. ერთი გუდა ნაცრით გადანილი გუდა და ჯოხი მისცეს. საქსლად ერთი ჭყინტი ყველი გაატანეს და გაუშვეს სახლიდან. აბობს თან გააფრთხილეს. ჩვენ სოფელს გაშორდი, აქ აღარ მოbrunდე, თორემ ვაი შენი ბრალია. კარგი ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო. უთხრა ნაცარქექიამ ძმებს და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ უშუალო მდინარეს მიადგა. შეიშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლის და მდინარის პირას ხართეწოზე წამოწვა და გაიფიქრა. იქნებ რომ გამოიაროს და გადამყვანოსო. თურმე მდინარეც და ეს ადგილები, სადაც ნაცარქექია მივიდა, ერთი დაუნდობელი დევის სამფლობელო იყო. საღამოს მიადგა დევი გაღმანაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხრება. დაინახა ნაცარქექიამ დევი და უმახიანად გასახა. ჰეი, რომელი ხარ? ახლავე აქეთ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გავყვანე. ფეხის დასველება მიზარებაო. დევს ძალიან გაუკვირდა და გაიფიქრა. აქ ჩემი შიში გოლიათებს ვერ გაუვლიათ და ის პატარა კაცი ვინ არის? ამას რომ მივედავსო. დევმა ნაცარქექიას გამოსწახა. ვინა ხარ? ასულიერი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მივედავო? ნაცარქექია დიდი, ყვეხარე და ბაქი ბუქა იყო. ისეთ რაბახობდა რომ კაც ყოვლის შემძლე ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და დევს დაიმუქრა. აი შეკინქლავშენა, რომ არ მებრალებოდე კი გაჩვენებდი ვინცა ვარო. იცოდე, თუ ჭყუით არ იქნები, ასე თავხედობას მეორედ აღარ გავპატიებო. შებრიყო და ბაბაბურო, არ გაგიგონია ნაცარქექია, ნაცარი ყლაპია, ან ჯოხით მებრძოლი? მე სწორად ისავარო. არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ხონი მაქვს, დედამიწას რომ ხელი დავავლო, ცაში ავტყორცნი და მტრად ვაქცევო. თუ კიდე შევეჭიბროთ ერთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთო. შენ შენს ნაპირზე აიყრექვა, მე აქ ავიღებ. მოუჭიროთ ორივემ ხელი და ვინც წვენი გაათინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. დევს მოეწონა შეჯიბრების იდეა და დათანხმა. აიღო ქვა, მოუჭირა ხელი და სულ თავშნა, მაგრამ წვენი ვერ გამოათინა. დაიხარე ნაცარქექია, ვითომ ქვას იღებ. ამოიღო ჩოხის კალთაში გახოვული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს უნყოფილოაო. აბა ახლოს ცილბილში გამოვცადოთ ერთმანეთი. გასცახა ნაცარქექია, რიყეზე გავიქცეთ. შენ მაგ ნაპირზე, მე კი აქეთ და ვინც მეტ მტვერს და ბუხს ადეს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიცუნცულდა დევი მეორე ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერა ადინა. რიყის ქვებს ან რამტვერი უნდა რიყის ქვებს ან რამტვერი აუვიდოდა. ნაცარქექია კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა. გაირბინ გამოირბინა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და ბუღი დადგა, დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო. გაიფიქრა, გაღმა ნაპირზე გავიდა, მორჩილა ტირახლა ნაცარქექიას და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა როგორც იქნა გაუკვირდა და კითხა. ბატონო ნაცარქექია და ჯოხით მებრძოლო, ასეთი ხონის პატრონი მეტისმეტად სულიქი მეჩვენებია.
რაო, მსუბუქიო? გადაიხარყარა ნაცარქექიო. შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდიო. სუბუქად რომ არ ვიждდე და მთელი ძალით დაგაწვე, ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა. ამ ციცქნა ასეთი რა სიმძიმე უნდა გქონდესო? და ნაცარქექიას მოგწალებით უთხრა. აბა დამაწექი, მინდა შენი სიმძიმე გავიგო. ნაცარქექიამ ჩუმად ამოიღო გამხმარი, წვერგადრინი ჯოხი და დევს კისერზე დააჭირა. დევს ეგონა მთელი ზეცა ზედ დამაწაო და შეშინებულმა მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო, ხვეწნად დაუწყო. შენი ჭირი მე მაბატია მეტისატან აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექიამ ჯოხი და დევს ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დაარწმუნდი რა სიმძიმეც მქონიაო, კითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტის მეტად ძიმე ყოფილხარ, უპასუხა დევმა და შენ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ ბუხარია ანთო და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ცომის გუნდა, გააბრყელა კეცში, ცეცხლს მიუკიცხა და ნაცარქექიას უთხრა. შენ ამბულზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწყას, მე კი დღეში წავალ, ვახშმისთვის ბარემ განათლებსაც მოვიგანო. დევი წავიდა. პურს ცალი გვერდი რომ დაებრაძა, ნაცარქექია მიფიქრა. ახლა კი გადაბრუნების დროაო და პურის ამობრუნება სცადა. წვალებაში კეცი გადმობრუნდა და ნაცარქექიას დაეცა. იქნევს ნაცარქექია ფეხებს, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ ამაოდ. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. დაბრუნდა დევი და ნაცარქექია ამ ყოფაში რომ დაინახა, გაკურებულმა ჰკითხა. რა მოხსვლიაო? რა უნდა მომსხო და ბრიყვა შეუტია ნაცარქექიამ. მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდე. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. პური გამოცხვა, მანადირებიც მოხარშეს და ტაბლას შემოუცხდნენ. ვახშმობისას დევმა ისე ძლიერად დააცემინა, რომ ნაცარქექია ჭერში შეავდო. გულგახეთქილი ნაცარქექია ჭერის ძილს ჩაეჭირდა და ფართხალი დაიწყო. მათ რას ვაკეთებ? კითხა დევმა. რას ვაკეთებ და აი ეს წყებლა უნდა გამოვიყო და გვერდები აგიჭრებოა. როგორ გაბედე ჩემთან დაცემინებაო. ღმერთო ეს ვინ ყოფილა? გაუცდა დევი. ამოდენა ფიცარი მე ბოძებზე ძლივს ავიტანე და ეს კი წყებლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აფაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება არ დამინდობს და ცოცხალი ვერ გადავურჩებია. დაჰკრა დევმა ფეხი და 900 იქით გადაიხვეწა. დევი სახკარი და სიმდიდრე კი მთლიანად ნაცარქექიას დასჭა. წავიდა ნაცარქექია თავის მერთან, დევის სამფლობელოში მიიყვანა და უთხრა. ძმებო, უსაქმურობისათვის სახლიდან გავარდეთ. სულ იმას მამადიდით ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი ახლა ჩემს წილად ეს სახკარი და ქონება შემომაქვს. ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია. ოღონდ ლუკმა პურს ნუ დამაყვეტრითო და ნურს ნაცრის ქეფას დანიშვითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახკარი და მთელი სიმდიდრე ძმებს. თვითონ კი ჯოხი აიღო, მიუჩდა ბუხარს და ისევ ნაცრის ქეფა დაიწყო. ჭირი იქა, ხინი აქა, ხატო იქა, ქვილი აქა. რაც თრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი წაკითხვის ხაბარი. ახლა კი შეკითხვების დროა. იმედი მაქვს ყურადღებით მისმენთ, რომ ახლა პასუხის გაცემა შეწყოთ. უფრო მეტ შეკითხვას ჩვენ ჟურნალში ნახავთ, ამიტომაც გამოგწეროთ. ნაცარქექიას საქციელი თქვენი აზრით ეშმაკურია თუ ტყუილია? როგორ შეიძლება მისი მოქმედებები გავამართლოთ? გავაკრიტიკოთ. როგორ ფიქრობთ? ნაცარქექია გმირია თუ უბრალოდ ეშმაკი ადამიანია? და რატო? რა მოხდებოდა? დევთან შეხვედრისას ნაცარქექიას ჭყინტი ყვარი და ნაცარი რომ არ ქონოდა? თქვენი აზრით მოუგებდა დევს თუ არა? რა მოხდებოდა? გაქცეული დევი უკან რომ დაბრუნებულიყო თავის სასახლეში. როგორ დასრულდებოდა თქვენი აზრით ხაბარი? და ბოლო შეკითხვა. ჩემი აზრით, რას გვასწავლის ეს ხაბარი? გარდა გავიწყეს ამ ვიდეოს დალაიქება, ჩვენ უყვართ ის გამოწერა და რაც თავარია, გადმოტვირთე ჟურნალი.
ახლა კი ტვინის აერობიკის დროა. გახსენებთ, რომ ტვინის აერობიკა არის იმის, რომ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვიყოთ. დღეს 3 სავარჯიშოს წარმოგიდგენთ. პირველი სავარჯიშო გახურებისთვის არის და ძალიან მარტივია, ამიტომაც ჩემთან ერთად გაიმეორე. მეორე სავარჯიშო გავს იმ სავარჯიშოს, რომელიც წინაზე გავაკეთებთ. ამიტომაც თუ ჯერ არ გინახავს, აუცილებლად უყურე. ერთ ხელით ვაკეთებთ მუშს, მეორეთი ამას. ნამდვილად შეგიძლია აუჩქაროთ. ახლა კი მესამე სავარჯიშოც წარმოვიდგენ. ერთ ხელით აკეთებ 2-ს, მეორეთი კი 1-იანს. და ნამდვილად სვრივ. იმედი მაქვს ამ სავარჯიშოებს სახში აუცილებლად გააკეთებ და ივარჯიშებ, რომ მე უფრო ჩქარ-ჩქარა გააკეთე ჩემთან ერთად. არ გაგავაწყდეს და ლაიქო ეს ვიდეო, გამოიწერო ჩვენი გვერდი და გამოიწერო აირეს ჟურნალი, რომელსაც აღწერაში იყო.